მაშინ მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებული იყო სამძებრო სამუშაოები. აცხადებს კობახიძე შოვის ტრაგედიის 3 წლის თავზე. ის დღეს რაჭაში ჩავიდა და სპეკულაციები უწოდა კრიტიკას, რომელიც მაშინ სახელმწიფო უწყებების მიმართ ისმოდა. კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. უკრაინამ რუსეთში 2 Su-35 ავიაგამანადგურებელი და 2 Il-39 სასწავლო თვითმფრინავი დაბომბა. დარტყმები ადიღეში ხანსკაიას სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა. გასული 1 კვირის მანძილზე უსაფრთხოების სამსახურმა ეკვატორიის საავიაციო ქარხანა და კრასნოდარის მხარეში რუსული სარადარო სადგურებიც დაბომბა. რუსულმა საჰაერო თავდაცვამ დრონი პლაჟზე ჩამოაგდო. გელენჯიკის ერთ-ერთ სოფელში შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სანაპირო დამსვენებლებით იყო სავსე. დაიღუპა 3 და დაშავდა 13 ადამიანი. ყოველ დილით გაღვიძება და ამის ყურება არც ისე სასიამოვნოა, აცხადებს რუსი ბიზნესმენი Wildberries-ის საწყობების გადაწვაზე. მისი თქმით, მხოლოდ ერთი ვლადიმირში მდებარე ობიექტის დაბომბვით მან 1 მილიონით იზარალა. ჯამში კი ზარალმა 11 მილიონს მიაღწია. Forbes-ის დათვლებით, უკრაინული დრონების დარტყმებით Wildberries-ის საერთო ზარალი $3 მილიარდს აჭარბებს.